მე ვარ ლოლა მემიაძე, 14 წლის. ვსწავლობ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმე არის ხატვა, მუსიკა და სნოუბორდინგი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. ვსწავლობ ორ მუსიკალურში და ვუკრავ ბევრ ინსტრუმენტზე. დავიწყე პიანინოთი და მერე გადავწყვიტე რომ ვიოლინოც მინდა და მეორე მუსიკალურ სკოლაშიც შევედი. მუსიკალურში რომ შევსულიყავი იყო ჩემი სურვილი. პიანინოზე დედა ჩემი უკრავდა და მაგიტომ გადავწყვიტე მეც მესწავლა. თავიდან ყველაზე რთული იყო ტემპის შენარჩუნება და ნელა დაკვრა. ყველაზე ადვილი იყო ნოტების სმენით დაზეპირება. ბალანსში ვადის მუსიკალურში ერთ წელში ვამთავრებ პიანინოს 6 წლებს. მაგ მუსიკალურში ჩემი მასწავლებელია დალი კაშია. ის არის თბილი გამგები და ძალიან მეგობრული მასწავლებელი. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ბახი. რაც შეეხება ლაღიძის მუსიკალურს, ვარ მესამე კლასში და ვუკრავ ვიოლინოზე. ვიოლინოს სწავლა პიანინომ გამიადვილა, მაგრამ მაინც ძნელი იყო. ყველა წელს მაქვს გამოცდები და ვცდილობ წარმატებით შევაბარო. მუსიკასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს დაკვრა. მე ასევე ვუკრავ გიტარაზე და უკულელეზე. კიდევ სიამოვნებით დავუკრავდი დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემი საყვარელი საგანია ბიოლოგია. საყვარელი მასწავლებელია დიანა გოგიჩაიშვილი, რადგან ძალიან კარგად ხსნის გაკვეთილებს და გვიგებს და ჭკვიანი ქალია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მედიცინის მუშაკი. კონკრეტული პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი დელფინი. ახლა მინდა ვიყო 16 წლის, რომ კონცერტებზე შემიშვან. არ მიშვებენ 16 წლიდან ახლა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ნიდა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს. აქვს დიდი პოტენციალი ჩემი აზრით. კარგი ბავშვია. ჩემი აზრით ნიტა რომ გაიზრდება, გამოვა დიზაინერი. მამიკო არის მხიარული, სიმპათიური და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, მშრომელი და ძალიან საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი მშობლები მთელ სოფლიოში. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ინდური საჭმელი თიკა მასალა. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ვარენიკები. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დორიან გრეის პორტრეტი. საყვარელი ფილმია პეპლის ეფექტი. სიამოვნებით ვითამაშებდი მაგ ფილმში ერთ-ერთ როლს. ხშირად მიფიქრია მსახიობობაზე და მოდელობაზე. მოდელობა მე არ მინდა, მაგრამ მამა სულ მაფიქრებინებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, უცხოეთიდან ყველა ჩემს მეგობარს დავაბრუნებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავედოდი იტალიაში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანის ხელებს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს ღიამწვანე. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და ახლა მაქვს 30 ცალი. ისე შეგროვებაზე მეტად უფრო მიყვარს გაჩუქება. რა თქმა უნდა, მეც მიყვარს რომ საჩუქრებს ვშუქნიან. ჩემი ოსნების საჩუქარია ლესპოლის გიტარა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ლოლა რომ არ მექვას, რა მერქვეოდა? მე ლოლა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლოლა რომ არ მერქვას, ალბათ მერქვეოდა გაბრიელა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად, ჩემი ჰობია სნოუბორდინგი. პირველად თხილამურით თოვლზე ფეხი დავდგი ბაკურიანში. თხილამურებზე ადვილი იყო სწავლა, სნოუბორდზე სანამ ვისწავლიდით ბევრჯერ წავიქეცი. პროფესიულ დონეზე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი დიდი გატაცებაა. ბედნიერება არის სულიერი თავისუფლება და ირგვლივ კარგი ადამიანები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.